შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. პროექტით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. სახელმწიფო ჩვენი სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს პროგრამას, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახით დახმარებას ფერმერებისათვის სესხის მიღების დროს. პროცენტის გარკვეულ ნაწილს ჩვენი სააგენტო აფინანსებს სესხის გაცემისას. ამ წელს კიდევ დაიწყო პროგრამა ერთწლიანი კულტურებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფერმერებს, რომელთაც სურთ საბრუნავი საშუალებებისთვის სესხის აღება, სესხის 9%-ს უფინანსებს ჩვენი სააგენტო. ეს არის 10,000 ლარიდან 100,000 ლარის ფარგლებში სესხი ბოსნიური კულტურებისათვის, ხოლო მარსული კულტურებისათვის 10,000 ლარიდან 300,000 ლარის ფარგლებში. ამ სესხის ხანგრძლივობა არის 1 წელი და ამ 1 წლის განმავლობაში აღებული სესხის 9%-ს ყოველთვიურად იხდის ჩვენი სააგენტო. ესე იგი, სესხი არ უნდა აღემატებოდეს, სესხის პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს, ეს ყველა ბანკმა იცის და ამ 18%-დან ან შეიძლება თქვა სიტყვაზე იყოს 15%-იანი სესხი, 16%-იანი, ამ შესაბამისი პროცენტიდან 9%-ს ჩვენი სააგენტო ასუბსიდირებს.